ცოტა ხნის წინ დასრულდა 2 წლიანი გამოძიება ტრამპსა და რუსეთს შორის ვითომ არსებული რაღაც კავშირების და შეთქმულების შესახებ. და რა თქმა უნდა, არანაირი შეთქმულება არ დადასტურდა. შესაბამისად, ლიბერალების პროპაგანდა ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მთლიანად განადგურდა. ტრამპმა კი განაცხადა, რომ ეს იყო ლიბერალების მიერ სპეციალურად გავრცელებული ფეიკი, რათა მომხდარიყო იმ დიადი კონსერვატიული მოძრაობის დისკრედიტაცია, რომელიც ტრამპის გამარჯვებასთან ერთად დაიწყო. სწორედ ტრამპის ამ განცხადებაში იკითხება თუ რა იმალება რეალურად ეგრეთ წოდებული რუსული პროპაგანდის თემის მიღმა. საქმე გვაქვს მიზანმიმართულ ფეიქთან, რომლითაც ლიბერალური ელიტა ცდილობს საკუთარი ჩავარდნები ლიბერალური სისტემის წინააღმდეგ ხალხის მზარდი უკმაყოფილება, არასასიამოვნო ნიუსები და ფაქტები და ზოგადად ყველაფერი, რაც არ აწყობთ, გამოაცხადონ რუსულ პროპაგანდად, რომელსაც თურმე იმხელა ეფექტი ჰქონია, რომ მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის ამერიკის არჩევნებზეც კი უზარმაზარი გავლენა შეუძლია იქონიოს და ფაქტიურად არჩევნების ბედი გადაწყვიტოს. სინამდვილეში რუსული პროპაგანდა რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს ძალიან მცირე აუდიტორია ყავთ დასავლეთში. შესაბამისად, ისინი სერიოზულ გავლენას ვერ ახდენენ იქაურ პოლიტიკაზე. ამის მიუხედავად ეს თემა მაინც აქტიურად მუსილებს დასავლურ მედიაში, რათა ულტრალიბერალურ აუდიტორიაში ჭარბად არსებულ იდიოტებზე მაინც მოხერხდეს გავლენის მოხდენა და შედეგად რაღაც ვითომ ყოვლისშემძლე რუსული პროპაგანდის შიშით ეს ჯგუფი რაც შეიძლება მყარად დარჩეს ლიბერალური ფეიქ ნიუსებით შექმნილი ილუზორული რეალობის ტყვეობაში. და ამ საკითხში საქართველოში კიდევ უფრო კარიკატურული და რადიკალური მდგომარეობაა. აქ ლიბერალიზმის და ევროკავშირის ნებისმიერი ზომიერი კრიტიკაც კი ეგრევე უაპელაციოდ ცხადდება რუსულ პროპაგანდად და თითქმის მთელი წამყვანი მედია სისტემის ისტერიული შეტევის ობიექტი ხდება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ახლახან სოროსის დაფინანსებულმა მითების დეტექტორმა პირველ არხს დააბრალა რუსული პროპაგანდის გავრცელება იმის გამო, რომ საზმაო სიუჟეტში ევროკავშირის მომავალზე პესიმისტური შეხედულება გამოითქვა. და რაცა ყველაზე საინტერესოა, სიუჟეტში ევროკავშირის მომავალზე გაჟღერებული პესიმისტური ანალიზი თვითონ სოროსის შეფასებას ეყრდნობოდა. ანუ გამოვიდა, რომ სოროსის მიერ დაფინანსებულმა მითების დეტექტორმა ფაქტიურად თვითონ სოროსის შეფასება გამოაცხადა რუსულ პროპაგანდად. ეს ფაქტი იმ მოცემულობის ხატოვანი დემონსტრაციაა, რომ ლიბერალი პროპაგანდისტები მართლა რამეს კი არ აფასებენ და ანალიზებენ, მათ აქვთ კაფიო იდეოლოგიური დირექტივა ნებისმიერი ნეგატივი ლიბერალური სამყაროს მიმართ პრორუსულობად გამოაცხადონ. და როგორც კი რაღაც მსგავსი გაიგონეს, ეგრევე დაერორდნენ და იმდენი ვეღარ მოიფიქრეს გადაემოწმებინათ ვინ დგას ამ შეფასების უკან. ცხადია, როგორც დასავლეთში, ასევე საქართველოშიც არსებობს რუსული პროპაგანდა, მაგრამ როგორც იქ, ისევე ჩვენთანაც მისი მასშტაბი ძალიან მცირეა. მთავარი ტელეარხები მთლიანად ლიბერალების ხელშია. ინტერნეტ მედიის დიდი ნაწილიც მათ ეკუთვნის და მთელი ეს სისტემა იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, მალავს ნეგატიურ ინფორმაციებს დასავლეთზე, რათა მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფოს და საზოგადოებამ არ იცოდეს ლიბერალური სამყაროს კრიზისის შესახებ. ზუსტად ეს იშვიათი გამონაკლისი იყო პირველი არხის სიუჟეტი, ამიტომაც დაერორდნენ და შეუტიეს. გაერორებს რა? სინამდვილეში რუსული პროპაგანდა საქართველოში არამხოლოდ მცირეა, არამედ ძალიან დაბალი დონის სააგენტოებს მოიცავს, რომელზეც ხშირად იმდენად უნიჭო და არადამაჯერებელი ინფორმაციები იდება, რომ მათ უპრობლემოდ ამხელენ და ამიტომ არანაირი სერიოზული ნდობა და გავლენა არ გააჩნიათ საზოგადოებაში. ერთი სიტყვით ლიბერალებმა შექმნეს ცრუ მითი რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით. ბუზი აქციას სპილო და ამით ცდილობენ განსხვავებული აზრის ჩახშობას. მაგრამ რეალურად რომ მივსჯელოთ, ყოვლისშემძლე რუსული პროპაგანდის ეს მითი ისევ რუსების ინტერესებში შედის, რადგან ამ პოზიციის ლოგიკას თუ გავყვებით, გამოვა, რომ პუტინმა მართლა აუდგინა რუსეთს იმხელა ძალა და გავლენა, რომ ის ამერიკის არჩევნებშიც კი ერევა და იქაური პოლიტიკის ბედს განსაზღვრავს. და თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ ჩვეულებრივი ქართველი ამორჩეველი იფიქრებს, რომ საერთოდ არ ქონია რუსეთისგან თავდაცვის შანსი, რადგან ამ ქვეყნისგან საკუთარ პოლიტიკურ მდგრადობას ამერიკა და ევროპაც კი ვერ იცავს. ანუ ლიბერალური საინფორმაციო დიქტატის დაცვის ცდაში ლიბერალურმა პოლიტიკურმა ელიტამ შექმნა სრულიად მავნებლური მითი, რომელიც არათუ საქართველოში ლიბერალური სისტემის მდგრადობას, არამედ საერთოდ საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობის იდეის შესაძლებლობას აყენებს დიდი ეჭვის ქვეშ.